Globალური ეკონომიკური ზრდის შენელება და შესაძლო რეცესია ასეთია პროგნოზები დონალდ ტრამპის მიერ 180-ზე მეტი ქვეყნისთვის ტარიფების დაწესების შემდეგ. სავაჭრო ომად შეფასებული ახალი სატარიფო პოლიტიკა უკვე აისახა საფონდო ბირჟების ინდექსებზე და ნავთობისა და სპილენძის ფასზე, რომელიც იკლებს. ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ნეგატიური ეფექტი მოჰყვა თავად ამერიკულ ბაზარზეც. ევროკავშირის საპასუხო ზომებისთვის ემზადება. რა ფორმით უპასუხებს 20%-იანი ტარიფის დაწესებას ევროგაერთიანება, ჯერ ერთიანი პოზიცია შეჯერებული არ არის. ქვეყნების ნაწილი მოლაპარაკებების მომხრეა, თუმცა მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასაჯდომად ამერიკის პრეზიდენტის საკუთარ პირობას აყენებს. საკმაოდ მწვავე აღმოჩნდა ოფიციალური პეკინის რეაქცია. ჩინეთმა ამერიკულ იმპორტზე საპასუხო ტარიფები აამოქმედა, რასაც ტრამპის მუქარა მოჰყვა. ამერიკის პირველი პირი გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს. ტრამპის მიერ გამოცხადებული სავაჭრო ტარიფების ეფექტი დღეს მთელს მსოფლიოში კიდევ ერთხელ მტკივნეულად იგრძნეს, განსაკუთრებით კი თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში. Wall Street-ზე ტრადიციული ზარის დარეკვის შემდეგ ვაჭრობა სამი ძირითადი ამერიკული ინდექსის მკვეთრი დაცემით დაიწყო. Dow Jones 4.4%-ით, S&P 500 4.75%-ით, ხოლო Nasdaq 5%-ით დაეცა. მანამდე ანალოგიური მდგომარეობა იყო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ბაზრებზეც. ვინაიდან მსოფლიო ბაზრებზე არსებული პროდუქციის დიდი ნაწილი აზიაშია წარმოებული, ტრამპის ტარიფების ამოქმედებას შანხაიდან ტოკიომდე და სიდნეიდან ჰონკონგამდე ინდექსების მკვეთრი დაცემა მოყვა. სწორედ ამ ბაზრებზე ყველაზე მეტად აისახება მსოფლიო ეკონომიკის შენელებისა და რეცესიის მოლოდინი. არანაკლებ დრამატული სიტუაცია ევროპის საფონდო ბირჟებზეც. გერმანული ინდექსი DAX-ი დილით 10%-ით დაეცა, 6.6%-ით დაეცა ფრანგული ინდექსი, 6%-იანი ვარდნა ჰქონდა ბრიტანულ ინდექსსაც. მოგვიანებით ინდექსებმა გარკვეულწილად აღდგენა შეძლეს, თუმცა ისინი კვლავ წითელ ზონაში რჩებიან. ეკონომიკის ზრდის მოსალოდნელი შენელების პროგნოზების გამო დღესვე მსოფლიო ბაზრებზე გაიაფთა ნავთობი და სპილენძიც. ბაზრები შეერთებულ შტატებში, ბაზრები ევროპაში, ბაზრები აზიაში შეშფოთებული არიან. ისინი შეშფოთებული არიან იმიტომ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ზომები ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე ბაზრები ფიქრობდნენ, რადგან ეს ზომები უნივერსალურია, რადგან ისინი ტარგეტირებულია და არ ეფუძნება ეკონომიკურ ფაქტებს და ყველაფერი ეს ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს ბაზრებზე. ისინი მოტივაციას უკარგავენ ინვესტორებს. ამ ფონზე მსოფლიოში უმსხვილესმა ბანკებმა, JP Morgan-მა და Goldman Sachs-მა განაცხადეს, რომ ამერიკული ეკონომიკის რეცესიის ალბათობა გაზრდილია. ტრამპის მხარდამჭერმა მილიარდერმა ბილ ეკმანმა კი მოუწოდა ტრამპს სავაჭრო პარტნიორებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოსალაპარაკებლად დრო მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ეკონომიკურ ბირთვულ ზამთარს პროგნოზირებს. მიუხედავად ასეთი გაფრთხილებებისა, ამერიკის პრეზიდენტი უკან დახევას არ აპირებს. საკუთარ სოციალურ ქსელში ტრამპმა დაწერა, რომ მისი სატარიფო პოლიტიკის დამსახურებაა, რომ ნავთობი და სურსათი იაფდება და ამერიკის შეერთებულ შტატებს მრავალმილიარდიანი შემოსავალი აქვს. მან ასევე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ჩინეთის საპასუხო ტარიფები. ნავთობის ფასები შემცირდა, საპროცენტო განაკვეთებით დაეცა, საკვები პროდუქტების ფასები შემცირდა, ინფლაცია არ არის. ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ექსპლუატაციას განიცდიდა, ახლა ყოველკვირეულად იღებს მილიარდობით დოლარს ექსპლუატატორი ქვეყნებისგან უკვე შემოღებული ტარიფების წყალობით და ეს მიუხედავად იმისა, რომ მთავარმა ექსპლუატატორმა ჩინეთმა, რომლის ბაზრებიც იშლება, მხოლოდ ახლახან გაზარდა თავისი ტარიფები 34%-ით. ისედაც აბსურდულად მაღალი გრძელვადიანი ტარიფების ზემოთ უგულებელყურა ჩემი გაფრთხილება ექსპლუატატორი ქვეყნების მიმართ არ უპასუხონ ტარიფების შემოღებას. მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ევროკავშირისათვის დაწესებულ ტარიფებზეც. პორტ ნომერ 1-ზე ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ ვაშინგტონი ბრიუსელთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, ვიდრე ევროკავშირი ყოველწლიურად ბევრ ფულს არ გადაიხდის. მათ წაიღეს ჩვენი სიმდიდრის დიდი ნაწილი და ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ. შეერთებულ შტატებს არ შეუძლია 1.9 ტრილიონი დოლარის დაკარგვა ვაჭრობაში. ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დიდ თანხებს ვხარჯავთ ნატოზე, რათა ევროპული ქვეყნები დავიცვათ. ჩვენ მათ სამხედრო თვალსაზრისით ვიფარავთ და ამავდროულად სავაჭრო ზარალს ვიღებთ. ევროკავშირში კი ამბობენ, რომ მზად არიან ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოსალაპარაკებლად, თუმცა ამასთან ერთად ამზადებენ კონტრზომებს. ამ საკითხზე დღეს ევროკავშირის ვაჭრობის მინისტრებმა იმსჯელეს. მათი უმრავლესობა ერთსულოვანი პოზიციის აუცილებლობაზე ამახვილებდა ყურადღებას. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი ვაშინგტონთან დიალოგისათვის მზადაა და ინდუსტრიულ პროდუქციაზე ნულოვანი ტარიფის შეთავაზებითაც გამოდის. თუმცა ამასთან ერთად საკუთარი ინტერესების დასაცავად ზომებს ამზადებს.
ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ საპასუხო ზომებით და დავიცვათ ჩვენი ინტერესები და დამატებით ჩვენ ასევე დავიცავთ თავს არაპირდაპირი ეფექტებისგან, რომლებიც ვაჭრობის გადამისამართებით წარმოიქმნება და ამ მიზნით ჩვენ შევქმნით იმპორტის ზედამხედველობის სამუშაო ჯგუფს. ჩვენ ვითანამშრომლებთ ინდუსტრიასთან, რათა დავწმუნდეთ, რომ გვაქვს აუცილებელი მტკიცებულებითი ბაზა ჩვენი პოლიტიკის ზომებისთვის და ჩვენ დავრჩებით ძალიან მჭიდრო კონტაქტზე, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენი ქმედებების ეფექტი ერთმანეთზე. არგუმენტი, რომელსაც ტრამპი იყენებს თავისი გადაწყვეტილების საფუძვლად, უბრალოდ არ არის შესაბამისი. ასე რომ ჩვენ საერთოდ არ უნდა ჩავერთოთ ამ დავაში. და ეს დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ საუბარი ურთიერთსაპასუხო ტარიფებზე, ანუ ისეთ საპასუხო ზომებზე, იმ უპირატესობების წინააღმდეგ, რომლებიც ევროპას ან მსოფლიოს აქვს, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ უბრალოდ მცდარია. ეს არის პრევენციული ზომები, ეს არის იზოლაციონისტური ზომები, რომლებიც მან მიიღო გლობალური ეკონომიკისთვის სერიოზული ზიანის მიყენებით. საფონდო ბაზრები უკვე იშლება და ზარალი შეიძლება კიდევ უფრო დიდი გახდეს. ევროპაში ასევე შიშობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ აზიის ქვეყნებისათვის დაწესებულმა მაღალმა სავაჭრო ტარიფებმა შესაძლოა ეს ქვეყნები ამერიკული ბაზრიდან გათიშოს და მათ პროდუქცია ევროპაში გადაამისამართონ. განსაკუთრებით ეს ეხება ჩინეთს, რომლის დაბალფასიანი სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული პროდუქტები ისედაც უხვად არის წარმოდგენილი ევროპულ ბაზარზე. თავის მხრივ პეკინში ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს დღეს კიდევ ერთხელ უწოდეს ზეწოლა და მუქარა, რაც მათივე შეფასებით არ არის სწორი გზა ჩინეთთან ურთიერთობებისთვის. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებები სერიოზულად არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს. ჩინეთის მთავრობა მკაცრად გმობს ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებებს და მტკიცედ ეწინააღმდეგება მათ. ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომა არის ტიპური ცალმხრივობის, პროტექციონიზმისა და ეკონომიკური ბულინგის აქტი, რომელიც ზიანს აყენებს სხვებს, მაგრამ საბოლოოდ თავადვე უბრუნდება ამერიკის შეერთებულ შტატებს უკან. კრიტიკის საფასუხოდ თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ტრამპის მიერ ტარიფების გამოცხადების შემდეგ მოლაპარაკებების მიზნით ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას უკვე 50-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა. თავად ტრამპი კი ამტკიცებს, რომ შესაბამისი ზომები ამერიკის შეერთებულ შტატებს 10 წლეულების წინ უნდა მიეღო და საბოლოო ჯამში ეს ტარიფები ამერიკის შეერთებულ შტატებს დიდებას დაუბრუნებს.